And it goes a little something like კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო, ეხლა აგიხსნით განახებთ, დაგათვალიერებინებთ საიტს, რომელზეც შევიძინე ველოსიპედი და ესე რომ ვთქვათ, მარტივი ექსკურსია გავიაროთ საიტის. ანუ OLX.pl, ანუ პოლონეთის თუ აკრიფავთ com-ს ან რაიმე სხვა ქვეყნის ინდექსით არ შევა საიტზე. ანუ ეს საიტი არის ახლა პოლონურ ენაზე და ჩვენ, ანუ Google Chrome-ს როგორც იცით, აქვს გადათარგმნის ფუნქცია, ანუ თარგმნის საიტებს, სხვა აპლიკაციებს, Opera-ს ან Apple-ის Safari-ს არ ვიცი თუ აქვს ეს ფუნქცია, მაგრამ აი აქ მაჩნი თარგმნას დავაჭერთ. მოდით გადავთარგმნოთ მე ინგლისურ ენაზე მაქვს დაყენებული და გადავთარგმნოთ ქართულ ენაზე. აი ქართული ენა. აი აქ არის კატეგორიები, სამშენებლო მასალები, გაკვეთილები, ავტომობილები, ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ან იყიდოთ ან იგირაოთ ბინა, სამსახურის განცხადებებიც არის, ტექნიკის განყოფილებაც არის, ტანსაცმლის საბავშვო, ასევე აი უფასოდ გაჩუქებს რაც წერია, მან შეგიძლიათ შეხვიდეთ და ათვალიეროთ, არის ნივთებიც, ცხოველებიც, მე ჩავანაცვლებ სადაც წერია, ეს არის გაცვლის ფუნქცია, ანუ თქვენ შეგიძლიათ სხვასთან გაცვალოთ თქვენი ნივთი. სხვისი ნივთის სანაცვლოდ. ნუ ჩვენ გვაინტერესებს ხო ველოსიპედი. ველოსიპედი პოლონურ ენაზე არის როვერი, ანუ როცა ჩავწერთ როვერს ძებნაში, თავისით ავტომატურად აი გადათარგმნა თავისით ველოსიპედი, როგორც ხედავთ. აქ შეგიძლიათ აი პირდაპირაც ნახოთ, უმჯობესია თუ გაფილტრავთ ამ ძებნას. ანუ ფილტრებში ადგილმდებარეობაში თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც მთლიან პოლონეთში, მთლიანი პოლონეთის მასშტაბით ძებნა, ასევე სხვადასხვა მხარის, ანუ როგორც ჩვენ გვაქვს საქართველოში მხარეები, კახეთი, იმერეთი, აჭარა თუ ასე და ასე შემდეგ, ასევე არის ანუ ეს ლოძიკი, ოპოლი, ლუბუსკი, ანუ ლუბუსკის მხარეში არის, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ქალაქი, მე დამახსოვრებული მაქვს, თათ აი ლუბუშის პროვინცია და სვებოძინო მოვნიშნავ. აი ეს დაიმახსოვრა უკვე. ასევე შეგვიძლია ფასი, ანუ საიდან, სადამდე ჩავწეროთ მაგალითად 500 ზლოტამდე. 500 ზლოტამდე. შედეგების ჩვენება. ანუ აი ეს ველოსიპედი. აი როგორც ხედავთ, აქ სურათებიც არის, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ათვალიეროთ. შემდეგ აი აქ როგორც ხედავთ, წერია ზარი SMS-ი, გააგზავნე შეტყობინება. როდესაც დავაჭერთ აქეთ მარცხენა მხარეს ზარი SMS, გვიჩვენებს გამყიდველი საკონტაქტო ნომერს. დააკოპირებთ ამ ნომერს თქვენ ტელეფონში და შეგიძლიათ Google Translate-ით მიწეროთ ამ გამყიდველს და პოლონურ ენაზე და გიპასუხებთ აუცილებლად შეიძინოთ ველოსიპედს. აღწერაც არის აქ
აღწერს განყიდველი რა მდგომარეობაშია ესა თუ ის ნივთი. აქ მყიდველის რეიტინგი და თვითონ რუკაზე დაჭერისას თქვენ შეგიძლიათ ზუსტად ნახოთ სად იმყოფება ეს გამყიდველი, რომ წარმოსახვით ადვილი გქონდეთ რა. აი ქვევით შემოთავაზებული ასე რომ ვთქვათ ნივთები. მოგეთ სულ ეს იყო მეგობრებო, მარტივი საიტია ძალიან, აპლიკაცია სამწუხაროდ არ აქვს ჩვენი მობილურებისთვის. იმედია გაერკვევით, თუ რაიმეს დაბრკოლებას შეხვდებით ან რამეს ვერ გაიგებთ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ კითხვები, ასევე Facebook-ზე და Instagram გვერდზე. ასე რომ დაგეხმარებით ყველაფერში, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია დაგეხმარეთ, დროებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. And it goes a little something like